გამორიცხულია ისე რომ ვიღაცებს დავეწიოთ რა. მე ხა უმცირესობაში ვარ, რასაც ვიტყვი. მოკლედ სისტემა არ მომწონს მე, ანუ ნებისმიერი კლუბი არის ბიზნესი რა, მე ესე უყურებ ფეხბურთს. ნებისმიერი კლუბი არის ბიზნესი. როცა რაღაც X თანხა იცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩაგერიცხება, ანუ ეს ფონდი რო არსებობს რა, ვინმეს რო ვიღაცებს რო გონიათ ეს განვითარების ფონდია, რეალურად პირიქითაა რა. ანუ კლუბებმა იციან რომ ნებისმიერ შემთხვევაში განუსაზღვრელი ვადით X თანხა ერიცხება, ანუ არსებობას აგრძელებს. კლუბებმა უნდა იგრძნონ რომ ხვალ თუ სწორად არ იმუშავებენ, აღარ იარსებებენ. ანუ კლუბები უნდა დაშენ დამოუკიდებლები. ან თქვათ უთხრათ, რომ 2 წლის მერე ამ თანხას ვეღარ მიიღებთ და დაიწყოს ნელ-ნელა მუშაობა იმაზე, რომ 2 წლის შემდეგ როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ხო, ეგ უფრო სწორი მიზეზია. რა თქმა უნდა, ეს დაიწმინდება და ეცოდინებათ კი. ხო, ანუ რა თქმა უნდა, ეს არის მყინვეული პროცესი, მაგრამ თუ გვინდა რომ მართლა ბიზნეს პროექტები შევქმნათ, მაშინ ესეთი მყინველი პროცესი უნდა გავიაროთ. სხვა შემთხვევაში ეს არის, რა ვიცი, მოტივაციის მოკლა. ხო, მოტივაციის მოკლა. ან ადამიანს აი ბუნებრივი იმპულსები უნდა ქონდეს რა, რომ განვითარდე და წინ წახვიდე და თქვა რასაც დახარჯავ, მეტი მიიღო. ამ დროს უკვე სხვანაირად მუშავდა, როცა იცი რომ წამოწვევი მე და ნებისმიერ ეს თანხა ჩამერიცხება და მაინც უიარსებებ. წააგებ თუ მოიგებ, არაფერი არ იცლება, ხო. ანუ როცა იცი რომ სხვა შეიძლება აღარ იარსებ და გაქრე, სხვანაირად მოქმედებ, ეს ძალიან ადამიანურია რა. რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანები პროფესიონალი მუშაობენ ქართულ კლუბებში, მაგრამ მე ვიძახი ზოგადად ტენდენციას რა. კი, თლიანობაში ეგრე არის. თქვენას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე იდეები ბევრ ადამიანს აქვს და საინტერესო იქნება დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით.